ნება მიბოძე წარმოგიდგინოთ დღევანდელი გადაცემის სტუმრები, რომლებიც საგანგებოდ ჩამობრძანდნენ გურიის ულამაზესი სოფლიდან ლიხაურიდან. გთხოვთ შეეგებოთ სალუქვაძეების ოჯახი ჩვენ შოუში. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო ხალხო, დიდი მადლობა ჩამობრძანებისთვის. მიხარია რომ მაქვს საშუალება გიმასპინძლოთ ჩვენ შოუში. ზოგადად კი ვთქვი რომ სალუქვაძეების ოჯახი მეთქი, მაგრამ ახლა სახელებიც მინდა უთხრა, ესე იგი ეკა სალუქვაძე, ლანა სალუქვაძე, ნანა სალუქვაძე და ნავსავარია ქალბატონი ნინო ღლონტი სალუქვაძისა, ანუ თქვენი დედა და ჩვენ გვაკლია კიდევ თქვენი ერთ-ერთი და, ხო? კი, გენოსვალი, ანი და მოვიკითხავთ. მოვიკითხოთ აქედან, კი ბატონო. მოვიხიბლე აი ვიდეოები, რომელიც ნახე, როგორ მასპინძლობთ თქვენს აი ძალიან ლამას, სიმპათიურ პატარა რესტორანსაც ვერ ვიტყვი ფაქტიურად აი თქვენს ოჯახურ გარემოში და იმ განსაკუთრებულ სითბოს, პედს, ლაზას, რაც გურიას გააჩნია და გურიის ოჯახში რომ მიიღებ და შეითვისებ და შეივსები, აი ამ მუხტს გადასცემ თქვენ სტუმრებს და ჩემო ეკა, მითხარი შენ ეს ყველაფერი როგორ დაიწყო? პირველ რიგში ნამეტარი გახარებული ვართ, ახლა ამ შოუში რო ვართ აგედა, მართლა ნამეტარი გვიხარია მაი ამბავი და მადლობა თქვენ პირველ რიგში. აგახაროთ მეთქვა. ხო და ჩვენი ამბავი იწყება მოკლედ ასე. აღვადგინი ბაბუას წისქვილი, რომელიც 150 წელს ითვლის და აქედან დაიწყო ყველაფერი. დოლაბიმა, იმიტომ ქვია ჩვენს გურულ სტუმარ მასპინძლობას, მე ასე დავარქმევ და ეს რესტორანი ნამდვილად არაა და მოკლედ ჩვენი ოჯახური სითბო, სიყვარული და ჩვენი შრომა არის ჩაქსოვილი ამ ყველაფერში და რა ვიცი, მიხარია თუ აქამდეც მოაღწია მაგ ხმარომე საცხა იქინე გურიაში თურმე გული და სულით იღებენ სტუმრებსო სასიხარულოა ჩვენ და ნამეტარი. ისეთი მუხტია თან ამ ყველაფერს განსაკუთრებული და იმავდროულად როგორც ვიცი ავტოსკოლაზე გაგხსნით, ხო? ხო, ან ჩემ თანასოფლელებს ვასწავლი მართვის მოწვევის თეორიას. ბატონო, მეტი კეთილშობილური სახე აგიდა ეს ყველაფერი ერთად. ქალბატონო დინო, თქვენთან გადმოვალ სიტყვას. როგორაა ეს ყველაფერი ორგანიზებული და რანაირად ახერხებთ თქვენ რომ თან ეს ოჯახური სითბო ყველაფერი ადგილზეა და რაღაც ისეთი ატმოსფეროა არნახულად ძვირფასი გამორჩეული, ის ხალხს ვერ შეადარებ. რა ვიცი, იქიდან გამომდინარე ალბათ რომ ჩემს ოჯახში სტუმარი ყოველთვის იყო, არ ვიცი, განსაკუთრებულად ჩემ მეუღლეს ძალიან უყვარდა, ძალიან სტუმართ მოყვარე იყო და თავიდან მოდის ეს ყველაფერი მინდა გითხრათ, ეს უცებ ეს არ ხდება. და ესენი ისე დაიზარდნენ სულ სტუმრის მოლოდინში, სულ რაღაცა და არ გაგვიჭირდა სხვათა შორის ეს. გაგრძელდა ტრადიცია, მე ასე ვთვლი ამას. ყველა სტუმრის მოსვლა ჩემთვის დიდი ბედნიერება. გავიცანი ძალიან ბევრი ადამიანი, ძალიან ძვირფას საზოგადოებას ხვდები და ეს მახარებს ძალიან და მეც ვთილობ რაღაცნაირად ვასიამოვნო და ჩემი სითბო და სიყვარული ყველას მოვეფერო, ჩავეხუტო და ამ სიბედეში ამღერდი კიდევაც. დავდივარ ბატონო გია გუნდში. ვიდებული საქმე, აბარა. ამას ბატონო გია, ესე იგი მარტი რო დაიწყო, ხო? მეუნება აგერო ყვავილების მაღაზიაში შემიყვანე ერთი, ხო და შევიყვანი ახლა ხელკავით რა თქმა უნდა და იყიდა ახლა თაიგული და მეცინება 70 წლის დედა ახლა რომ მე თაიგულით მიდის მასწავლებელთან. წარმოიდგინე რეპეტიციას, ხო და ესე იგი სიხარულით მევსება და ფიქრობ ხან რომ რაფერ შეიძლება მე მოვდუნდი ან ჩემი დაიკოები ჩვენ ამფერი დედიკოს ხელში სულ უნდა ვიყოთ საქმეში ჩართულები და კი ვართ კიდევაც მაგამბავს ყველა ერთად. დაიკოები აქ შეიძლება მოდი ნანას და ლანას ვიქოთ მათი ჩართულობის შესახებ. მე და ეკა ერთად ცხოვრობ ახლოს ერთმანეთთან, ოღონდ ერთმანეთის გარეშე არ შეგვიძლია. ან თვითონ მე რო არ ვარ, თვითონ მეძახის, ან მე თვითონ მოვდივარ, ერთად ვართ ამ საქმეში. სიყვარულით და ერთმანეთის თანადგომით შევძელით, რაც შევძელით. იმიტომ რომ ამაში ჩვენ ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ. ნანაც ასევე სულ გვერდში გვიდგას და გვეხმარება ყველაფერში და ერთმანეთის თანადგომით და სიყვარულით შეიძლება ესა დიდი გვაქვს ნამდვილად ძალიან გამორჩეული. ახლა ყველა დედმამიშვილს უყვარს ალბათ ერთმანეთი განსაკუთრებულად, მაგრამ ჩვენ მაინც რაღაცა განსაკუთრებული სიყვარული გვაქვს და თანადგომა გვაქვს ერთმანეთის მიმართ და თან ეკა თუ სწორად მახსოვს, შენ ხარ ყველა სიკეთესთან ერთად სამზარეულოს ომების გამარჯვებული, ხო? კი ბატონო, მე და ლანა. ბატონო, ორნიდან ბატონო და ეკა შენის ბრძანე მეზობელმა რა გირჩია ქალბატონ ინოსთან დაკავშირებით. მაი ეს ისტორია მე ვიდა, ახლა მე მეზობელი და
ესე იგი ადრეულ ცხოვრებაში ცოტა ეწეოდა რაღაცა საქმიანობებს და მოკლედ ნინო უთხრა, ესე იგი ერთი ტაბლეტიაო, იმას რომ დალევო ქუთაისში ჩახვალ ფეხით. შევიდა ახლა აი კაცი და დედიკო მიჩივა, დედაო, რაცხა ტაბლეტი ყოფილაო. დალეო თურმე იმასო და ესე იგიო იფერ ენერგიაზე მოყავხარ თურმეო და ესე იგი შევიდა როლში და ერთიო ქუთაისში ჩასლას ვიჯო აი ყვავილები გამათოხნია ნამბეტერი მევიდა გემოზე მარა მაგწამას ახნაღდა თუ დავალები მე მოთოხნე ისევლე ყვავილები ყველაზე სასიამოვნო ის არის რომ ამ სტუმართმოყვარეობის განუყოფელი ნაწილი არის სიმღერა და თქვენ შესანიშნავად მღერით შეხმატმილებულობა, ანუ ცხოვრებაშიც გამოგარჩევთ და სიმღერაში და მოდით ერთი წავიმღეროთ, რომ ის ატმოსფერო, ასე ვთქვათ, ვაგრძნობინოთ ჩვენი შოუს მაყურებელს, რომელიც იქ დახვდება თქვენთან რო ჩამობრძანდება ლიხაურში. კი ბატონო. აქვე წავიმღეროთ რამე. გადი მიყვარს კეცისაო, ყველი მიყვარს დერგისაო, ლობიე და ბრასის მჟავე ზედა დესაჯურისაო და ლობიე და ბრასის მჟავე ზედა დესაჯურისაო და რაჯობია გურულ ვერზელს კაი გოგოს გამომცხვარსო ერთი გაიგრივან ჯული დამშვენებს ეს ზოგარსო და ერთი გაიგრივან ჯული დამშვენებს ეს ზოგარსო და გვიყვარს სტუმრის მასპინძლობა ფაცი ფუცი ფუსფუსიო მოიდგურულ ფაცხაში და არ დარჩები გამწყრალიო და მოიდგურულ ფაცხაში და არ დარჩები გამწყრალიო და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩამოგზავნებისთვის წარმატებას თქვენს ოჯახს, თქვენს ლამაზ წამოწყებას.